Მოგჩეს მოგესალმებით. ესე დღეს ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იობის წიგნის კითხვა და მცირე განმარტებებს გაგეცემ. ჩვენ წინა შეხვედრაზე კიდევ ვისაუბრეთ ერთ-ერთ ცოდვაზე, როგორც მახსოვს, ტყუილზე ვისაუბრეთ, ხო? ხო და დღეს მოდი ახლა ისევ გავყეთ შინაარსობრივად წიგნს იობისას და ბოლოსკენ მივდივართ ახლა. და მოკლედ დღეს ჩვენ იობის წიგნზე მორჩებით საუბარს შევამოკლებ ახლა და ძირითად თემაზე გავაკეთებ აქცენტს, რომლითაც ეს წიგნი მთავრდება, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ბოლო მეგობართაგან, რომელიც ესაუბრებოდა იობს, იყო ელიხო, ახალგაზრდა კაცი, ხო? და ეს ახლა არ მახსოვს, მაგრამ შეიძლება ვთქვი, თუ არ მითქვი, ახლა ვიტყვი. ხო, იობი თავის განსაცდელის და პრობლემის მიზეზი აინტერესებს, ხო? და აინტერესებს ღმერთის პასუხი. იმ პრობლემების გამო, რაც მას თავს დაატყდა და შესაბამისად უკვე 38 თავში საუბარია, რომ თუ უშუალოდ თვითონ ღმერთი ესაუბრება იობს და ასეთ კითხვას და ესე გრიგალიდანო პასუხობსო ღმერთი. ვინ არის, რომელი აბნელებს და განაგებს უგუნური სიტყვებით? ხო, ესე იგი, სამყაროს ვინ განაგებს? ღმერთი, ხო? მე კიდევ ასეთ პასუხს ეუბნება, ესე კითხვას უსვავს კიდე იობს. სადიყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი. ამიხსენი თუ გაქვს გაგება, ვინ დასაზღვრა მისი ზომები და თუ იცი მასზე ბაწარი ვინ გადაჭიმა, რაზე დგას მისი საძირკვლები, ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი. როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ეჟინებდნენ ღვთისმშობლები, ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა საშუდან ამოხეთქა, როცა ნისლი მივეცი სამოსლად და წყდიადი სახვევად. როცა დაუდგინე ჩემი წესი და დაუტანე ურდული და კარიბჭენი და ვთქვი, აქამდე მიდი, იქით აღარ. აქ შეწყდა შენი ტალღების აზვირთება, მეთქი. აქ ღმერთი ეუბნება იობს და კითხვებს უსვავს, ვინ შექმნა სამყარო, ვინ დაუწესა საზღვარი ზღვას, ხო? ჩვენ ასე ვიკითხულობთ, ხო, წინა წერილში, რომ ღმერთმა ზღვას დაუწესა ქვიშაო საზღვარად, ხო, რა ფაქტიურად ახლა შეიძლება ვთქვათ, საამშენებლო თვალსაზრისით, ქვიშა არის ისეთი ნივთიერება, რომელსაც ახლა ძალიან სუსტია, ხო, ასეა რა. ქვიშა შეიძლება ნებისმიერ ადამიანმა გადაგაოს, გადაწმინდოს, გადაყაროს და წყალი მით უმეტეს მას შლის და ანაკუწებს, ხო? მაგრამ ღმერთმა საოცარი ის არის, რომ ქვიშა დაუწესა ზღვას საცავად და ცველად. და იქ სადაც კლდეებია, კლდეებს რას უშვება ზღვა? თუ გინახიათ, შლის და ანაკუწებს, ხო? ღვთისგანგებულება ეს, ხო? ახლა ამის ახსნა შეიძლება ახლა ფიზიკური თვალსაზრისითაც დავიწყოთ, ახლა ძალიან სიღრმეებში ვარ წავიდეთ, აქ ძირითადად რაზე აქცენტი გაკეთებული, რომ ღმერთი იობს უხსნის, რომ სამყარო შემოქმედი ის არის, ის მართებს და განაგებს ყოველივეს, მან დაუწესა ყველაფერს საზღვარი, მისი კურთხევით დღეს ღამე მოყვება, ღამეს დღე, წელიწადის დროები იცვლება და ასე შემდეგ და ამას ვინ შეეწინააღმდეგება და იობიც ვერ შეეწინააღმდეგა, ხო, თავისთავად და ვერ გაცა პასუხი. და ამის შემდეგ კიდევ ასეთ კითხვას უსვავს უფალი, რას ედავება ყოლაძლიერს შარიანი კაცი, ღვთის მამხილებელი ამაზე პასუხს აგებს, ანუ ის ვინც ღმერთს ეწინააღმდეგება, ის აუცილებლად ღვთის წინაშე პასუხს აგებს, ხო ასეა რა. ხო და ასეთი ზოგადად ახლა ღვთის პასუხი შეიძლება ორ ძირითად მომენტამდე დავიყვანოთ. და ისეთი საინტერესო რაღაცა არის, ამასაც ამოგიკითხავთ, იობმა უნდა გაიგოს და ზოგადად ნებისმიერმა ადამიანმა, რომ შემოქმედი განუზომდა დაღიმატება ქმნილებას, ხო ასე? ნებისმიერ ადამიანს, ადამიანთა ჯგუფს და მეტიც რო ვთქვათ ახლა ვინც იყო და დასაბამიდან, ხო, ადამი და ევადან მოყოლებული და ვინც ბოლო ადამიანი დაიბადება დედამიწაზე, ხო? ყველა ადამიანი ცოდნა შეიძლება რომ გაერთიანო, ის ღვთის წინაშე არაფერი არ იქნება, ხო ასეა რა. ყოველი ქმნილება ღმერთს ემორჩილება. ამას ეუბნება უფალი იობს. და მეორე, ადამიანს დამოუკიდებლად არ ძალოს ღვთაებრივი გადაწყვეტილებების რაციონალური ახსნა. ანუ ისაც ღმერთი სამყაროში ახდენს, ჩვენ შეიძლება ჩვენი სიტყვებით და ჩვენი გაგებით ვერ გავიგოთ, ვერ მიხვდით ამას. აი მაგალითისთვის ახლა, რატო ხდება სამყაროში უბედურებები? უბედურებაში რას გულისხმობ ახლა რა? ესე იგი კლიმატური კატაკლიზმები, ხო? ახლა რამოდენიმე დღის წინ
თურმე ახლა ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში, ну კერძოდ იტალიაში თურმე რაღაცა დიდი ზომის ტალღები შევარდა, იქ შენობები დაანგრია, ქუჩები წალეკა, ასევე თურმე საბერძნეთშიც იყო. ასევე ჩვენ გებულობთ ხოლმე რომ ამოაფრქვია ვულკანმა, დაიღუპა უამრავი ადამიანი, გადაიწვა ქალაქები, ხო და თქვენ თუ გახსოვთ აბა ერთი ქალაქი, რომელიც საერთოდ ფერფლი დაიფარა, პომპეი ხო გახსოვთ რა? ამოირქვა ვეზუვი, დაიმარხა მთელი ქალაქი. ასევე ეს ახლა რაც შეეხება ბუნებრივ მოვლენებს. მაგრამ ხდება ადამიანების ძალით, როდესაც ადამიანი მეორე ადამიანზე ძალადობს. ქვეყანა ქვეყანაზე სამწუხაროდ ახლა დღეს სოფლიოში უამრავი ომია, ხო? და ერთ-ერთ ომში უკვე ზოგიერთი მონაცემებით მილიონამდე ადამიანი არის დახოცილი. ანუ ციფრებზე ახლა მოდი არ ვიდაოთ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი დაიხოცა უკრაინაში, ხოსია რა. რატო უშვებს ღმერთი ამას, ხო? მე ახლა თურმე ჩვენ მეზობელ ქვეყანაში მეზობელი არ არის დიდება უფალს და ახლოს არის ჩვენთან ირანში კიდე რაღაც გამოსვლები უამრავი ადამიანი დაიხოცა, ხო? ამას ყველაფერს ღმერთი უშვებს, ხო ასეა რა, ღვთისდაშვების გარეშე არაფერი არ ხდება, მაგრამ ისო ჩვენ რაციონალურად ავხსნათ და დავიწყოთ ამისი ახლა ანალიზი, რომ იცი რატო იქ ახლა ტემპერატურული ყინული გადნა, იქ ტემპერატურა მოიმატა, იქ მე ოზონის შრე შემცირდა. მეცნიერები იონებენ 1000 რაღაცებს, მაგრამ კონკრეტულად დადასტურებულად და რო იტყვიან ასე 100%-ით, რომ თქვათ რომ ეს არის მიზეზი ამისა, არ გამოვა რა. იმიტომ რომ ასეთი რაღაცები ისეთ სამყაროშიც ხდებოდა, სამყაროში სადაც მაგალითად ახლა დღეს ვუაბრალებ ჩვენ ამ ბუნებრივ რაღაც კატაკლიზმებს, ახლა მანქანის გამონაფხლვს და რაღაცას, მანქანები საერთოდ არ არსებობდა. იყო დრო, მაგრამ კატაკლიზმი მაინც ხდებოდა. აბა როგორ აგვიხსნიან ახლა? მერიქაც რაღაცებს მოიგონებენ, მაგრამ ნუ კასაგები ახლა ადამიანმა შეიძლება ყველაფერი ახსნა, მაგრამ დანადვილებით რო თქვა რომ ეს ამის მიზეზი არ ვიცი. მხოლოდ და მხოლოდ ღმერთ შეუძლია ამას გასცეს პასუხი. მათი არსი შეიძლება ადამიანს მხოლოდ ღვთისაგან ეუწყოს და ჩვენ თუ გვინდა რომ მე რაც ჩამოვთვალე, კიდე რაც არ ჩამომეთვლია პრობლემები, ამის არს ჩაწვდეს, ეს ვის უნდა განვიცხადოს? ღმერთმა, სამყაროს შემოქმედვა. ეს არის მორწმუნე ადამიანის პოზიცია რა. ეს ახლა ათეისტმა რომ მოусმინოს და ჩვენი მსჯელობა და ისმენს რაც ამოვიკითხე, იტყვიან ახლა რეებს ღაპრობენო, მაგრამ ეს არის მორწმუნე ადამიანების თვალსახედვა, მორწმუნე ადამიანის პოზიცია და ჩვენ როგორც მორწმუნე ადამიანები თან ახლა არ ვფიქრობთ რომ მორწმუნე ადამიანი არ უნდა იყოს გონიერი. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი გონიერია ზოგადად ახლა რა. ჩვენი ღვთის ხატი ადამიანში რა არის აბა? ჩვენ ვართ ღვთის ხატად ვთქვათ, ეს ხატობრიობა რაში გამოიხატება, ხო? ჩვენ ვართ მოაზროვნე არსებები და გვაქვს თავისუფალი ნება რა. ესეა რა. გონიერება, გონიერი ადამიანები, ხო? გონი, რომელიცაც დაზროვნება, ხო ასეა. კი ბატონო, ცხოვრებს აქვთ რაღაცები, მაგრამ ეს ინსტინქტი ქვია. მაგრამ ჩვენ გვაქვს აზროვნება რა. და იმ თავისუფალი ნების აქტუალიზაცია და გააქტიურება ჩვენი აზროვნებიდან გამომდინარე, ჩვენ ამ გონებით რაღაცებს გადავწყვიტავთ, მიიღებთ გადაწყვეტილებას და თავისუფალი ნებით მე იმას არჩევანს ვაკეთებთ, ხო ასეა. შესაბამისად, ყველა ადამიანს შეუძლია მოკლედ გააკეთოს არჩევანი. ყველა ადამიანს ჩვენ შეგვიძლია ეს იცოდეთ, რომ შეიძლება ახლა ვიღაცას ითქვას, რომ ვიღაც იტყვეთ ვინც არის, იმან როგორ უნდა გააკეთოს თავისუფალი არჩევანი. თავისუფლება შეგულისხმება გონებას ხო ვერავინ შეზღუდავს. ანუ ფიქრებში ის ადამიანი თავისუფალია, მაგრამ შეიძლება ფიზიკურად არ იყოს თავისუფალი, მაგრამ როგორც ქიმიაში მიცემა შანსი, თუ ის არის მოაზროვნე არსება, ის აუცილებლად შეესწრაფა და ყველა ადამიანი თავისუფლებისკენ ისრაფის. ყველა ადამიანი თავისუფლებისკენ ისრაფის, კი სამწუხაროდ არის მე როგორი დათრგუნული ადამიანები, რომლებიც შეგვებულები არის ბეს, მაგრამ ეს სხვა თემა არის ახლა რა. ამაზე აღარ ვისაუბრებ. და ბოლოს ახლა ამის შემდეგ იობის პასუხი არის იობს ხო აინტერესებს ღვთისგან გაიგოს ყველაფერი. ამის შემდეგ იობის პასუხია ახლა საინტერესო რაღაცა იობმა პასუხი ღმერთის ამ სიტყვას. მიუგო იობმა უფალს და უთხრა აჰა ნამცეცი ვარ. რა გიპასუხო? პირზე მაქვს ხელი მიდებული. ანუ ფაქტიურად იობი როგორც მორწმუნე ადამიანი მიხვდა რომ ეს არის ნამცეცი და ნამდვილად არარაობა ვარ ჩვენ ღმერთთან მიმართებაში. ნამცეციც არ ვარ კიდე რა. იობი საკუთარ თავს ნამცეცს ადარებს და როგორი კაცია ახლა იობი ახლა. და ჩვენ როგორები უნდა ვიყოთ იობის ამ სიტყვის შემდეგ. იობი არის კაცი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა მატერიალური რაც ჰქონდა. ყველაფერი დაკარგა. თა რა დაკარგა იცი? ჩვენ ახლა ესე იგი, რა ვიცი, 20,000 რო დაგვივარდეს და დავკარგოთ, ხანდახან იმას ვჯავრობთ ხოლმე რა, იმიტომ რომ შეიძლება ის 20,000 ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ასე ვთქვი ახლა, ხო?
შეიძლება მაგალითად ქუდი დაგჭეს რაღაცა და მე მთელი ზამთარი ქუდის გარეშე იყო და თავი გაგიყინოს და შეიძლება ჰაიმორიტის ღრუში ანთება წარმოიქმნას და მე ახლა დაგტანჯოთ ერთხელ ამაზე ვჯავრობ ჩვენ და ამას იობი იყო ძალიან მდიდარი ადამიანი. ნუ დღევანდელი გაგებით რო ვთქვათ, მილიონერები რო არიან და რა ვიცი, მილიარდელები რა, ხო და იმათაც არ ყოფდა დაკარგონ ფული, გაგიშტებიან ახლა დარწმუნებული უმრავლესობა ვინც არ არის მორწმუნე. იობმა ყველაფერი დაკარგა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რას ამბობს იობი, რომ ღმერთმა მოცაკვერთა წაიღო. რაც შეეხება ადამიანის ყველა დიდი ბედნიერება, რა არის სამყაროში? როცა ახ ოჯახი, ხო? ყავშვილები და არის ბედნიერი. ასეა. ესე არის, ხო, ბედნიერების ერთ-ერთი ნიშანი, ხო, ესე ასე. ადამიანს ზოგს ასე გონია უმრავლესობას და ეს დაკარგა. და იობმა რა უპასუხა? ღმერთმა მოცაკვერთა წაიღო. ჯანმრთელობა დაკარგა, მაინც დიდებაში წირაობას. კი იყო მის გულში, გონებაში რაღაცა ტკივილი, ბრძოლა, მაგრამ ღმერთი არ უარყვია იობს. ასეთი კაცი ეუბნება ღმერთს, რომ მე ვარ ნამცეცი ვარ. ჩვენ რა ჩამოვთვალეთ, ღმერთმა ამისგან დაგვიფაროს კაცო ყველა ჩვენთაგანი რა. ამისი მილიონედის ატანის ძალაც არ გვაქვს ჩვენ. და მით უმეტეს აი ესეთი სუსტი არსებები, როგორი ჩვენ ვართ, როგორ უნდა გავბედოთ და ღვთის განგებულებაში, ღვთის მოქმედებაში როგორ უნდა შევიტანოთ ეჭვი. რა თქმა უნდა, ეს სათქმელად ადვილია, გასაზრებლად საკმაოდ რთულია, ცხოვრებაში მე განხორციელებაზე აღარ ვსაუბრობ ამას, მაგრამ ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ მცირედი მაინც გავიზიაროთ ის სულისკვეთება, რომელიც სულისკვეთებაც ამ სიტყვების დროს, როდესაც უთხრა უფალს იობმა, რომ ნამცეცი ვარ და რა გიპასუხოო და პირი ხელზე მაქვს აფერებილიო, ღმერთმა ქნას, რომ ჩვენი ცხოვრებაც ასე წავმართოთ და ვადიდოთ ყოველთვის უფალი ღმერთი გამჩენი ჩვენი, როგორც წმინდა იოანე ოქროპირმა ბოლოს, როდესაც კომანში აღესრულებოდა რა უთხრა. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, რომ ჩემ თავსაც უსურვებთ, თქვენც კი ისურვებთ ამის ძალას. წმინდა იობის ლოცვით, ჩვენ ვინახსენებ ოქროპირის, წმინდა იოანე ოქროპირის დღეს ახლა თეოდოსი დიდის ხსენება, მისი ლოცვით, ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ მცირედი მაინც შევეხოთ იმ დიდებულ განს და იმ აურაცხელ და განუზომელ სიმდიდრეს, რომელიც წმინდა წერილშია გადმოცემული და მცირედი მაინც შევეხოთ ჩვენ გულს ისურვებთ. მადლობა ღმერთს, რომ შევძელით და ბოლომდე მივიყვანეთ იობის იგნი, ბოლოს ასე გავამარტივეთ და ძამზე ესე იგი პატარ-პატარა მონაკვეთებზე ვსაუბრობდით და მე მგონი ასე ჯობდა ახლა, ასე გადავწყვიტეთ, ასე რომ ღმერთმა დაგლოცო და გაგაძლიეროთ. მომავალ შეხვედრამდე.